სამყარომშტობის მეგობრებო, თქვენ ტაროს ხელოვნების გვერდზე მოხვდით. ჩემი სახელია მარია და დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა დაგელაპარაკოთ. პირველ რიგში გეტყვით შემდეგ რამეს, რომ წინა პერიოდები გავიარეთ ხანუკას დღესასწაული, რომელიც ჩემთვის იყო ალბათ სიმართლე გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც მე თვითონ პირველად აღნიშნე, იმიტომ რომ არ აღნიშნავს როგორც ებრაული გადმოსახედით, არამედ ვასრულებდი პრაქტიკას როგორც ეზოთერიკოსი, რომელიც ეხებოდა მნიშვნელოვან ტრანსფორმაციულ ნაწილს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ძალიან დიდი მოგზაურობა ჩემი სულიერი პრაქტიკის მიმართულებით, იმიტომ რომ ამ პერიოდმა მომცა ძალიან დიდი გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, სტაბილური პრაქტიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგია არ არის მეგობრებო მხოლოდ რიტუალისტიკური და ცერემონიალური, არამედ ჩვენ გვაქვს ყოველდღიური მაგია, რომლისთვისაც შეიძლება არ ვასრულებდეთ რაღაც კონკრეტულ დიად რიტუალებს და პრაქტიკებს, არამედ ჩვენი ყოველდღიური გაცნობიერებები და ყოველდღიური პრაქტიკები, რომელიც მნიშვნელოვანწილად შინაგან ცვლილებებს იწვევენ ჩვენში, აი ამ ყველაფერს ვაკეთებდეთ და ვახორციელებდეთ. რატო გიყვებით ახლა დღეს ამას? გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ ყოფილა პატარა დრო, ეს იყო ზუსტად 8 დღიანი ციკლი, რომელიც ჩემთვის პირადად იყო ძალიან დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ამხელა პრაქტიკა ალბათ ბოლოს მქონდა, როდესაც ვიყავი რიტრიტში, აბასთუმანში, ეს იყო დამოუკიდებელი რიტრიტი, არ ყოფილა ჯგუფური პრაქტიკები. დაახლოებით გაგრძელდა 15 დღის განმავლობაში ჩემთვის, თუმცა 15-ვე დღე არ გამიტარებია მედიტაციაში, გავატარე 1 კვირა მედიტაციაში, დანარჩენი პერიოდები იყო უფრო მეტად გაცნობიერების, ანალიზის და სხვადასხვა საკითხში გათვითცნობიერების პერიოდი. ეხლა რატო გიყვებით ამას? ასეთი პრაქტიკა, როგორიც ახლა მე გავაკეთე ამ წინარე პერიოდში, დღეს არის მერვე დღე, დასასრული, ბოლო პრაქტიკა დღეს შესრულდა. იყო ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ახლა ვარ ცხოვრების იმ ფაზაში, სადაც დაკავებული ვარ ყოველდღიური საქმიანობით, სამსახურით, გარკვეული პასუხისმგებლობებით, ხო? და ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა, რომ მომენახა ყოველ დღე მინიმუმ 2-დან 3 საათამდე მაქვს მეგობრებო საუბარი, იმისათვის რომ მომენახა ის დრო და შემესრულებინა ის კონკრეტული პრაქტიკა. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომ ამ დღის განმავლობაში ეს შევძელი და მივხვდი, რომ ჩემი ნებისყოფა მწყობრშია და ძალიან კარგად გამომევიდა და გულწრფელად გითხრათ, ძალიან ვამაყობ ამით, ჩემი თავით და კი ხმამაღლა ვაცხადებ ამას. ძალიან იშვიათად გიყვებით ხოლმე ჩემს სულიერ პრაქტიკებზე, TikTok-ზე, უფრო Instagram story-ებზე გიყვებოდით ხოლმე ადრე, მაგრამ ბოლო დროს არ მიჩნდება ხოლმე გაზიარების სურვილი, მაგრამ დღეს მინდოდა რომ გამეზიარებინა უფრო მასშტაბური ფორმით, იმიტომ რომ რატომღაც ძალიან ბევრი ადამიანს აქვს იმის ილუზია, რომ ეზოთერიკოსი მხოლოდ იმით არის, ესე რომ ვთქვათ, ეზოთერიკოსი, რომ რაღაცა წოდება იარნიყები მიიწება და რაღაცა უყურებთ ლამაზი გაფორმებებით დიზაინებს, უყურებთ რაღაცა რა კარგად გამოიყურებიან, ასე და ისე და რა ჯობია კაცო იმას, რომ თუ კარგად გამოიყურება ადამიანი, ამას ხედავთ. უბრალოდ ნახეთ საქმე რაშია. ეზოთერიკა არ გაგცევს ის იმიჯი, რომელსაც შენ გარეგნულად იქმნი, არამედ ის პრაქტიკა, რომელსაც შენ კადრის მიღმა ახორციელებ. მინდოდა რომ ეს გამეზიარებინა თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ უმეტესად საჯარო სივრცეში ისმენთ ისეთი ტიპის პრაქტიკების ტენდენციებს, რომელიც უფრო არის აღმოსავლური, დაკავშირებული უფრო მეტად აღმოსავლურ პრაქტიკებთან და ტრადიციებთან და არ არის ეს დაკავშირებული სხვა მიმართულების ტიპის პრაქტიკებთან, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ინფორმაციული სიმწირეა ამ მიმართულებით მხოლოდ იმიტომ, რომ
ეს პრაქტიკები, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, არის კომპლექსური და ძალიან რთულია. ამ მიმართულებით მოძებნო, ესე რომ ვთქვათ, გურუები და მათთანია, რომ რაღაც კონკრეტული ადგილები მოიარო და იქ გურუს დაელაპარაკო, იქ რაღაც არჩევა მოგცეს, იქ რაღაცა ტაძარში მიხვიდე. ამ ყველაფრის კეთებას საერთოდ არ ჭირდება, ჩემ პრაქტიკაში ვგულისხმობ, არც რომელიმე ტაძარში ვიზიტი, საერთოდ სახლიდან გასვლაც არ გჭირდება ხანდახან პირდაპირ გეტყვით, იმდენად ეს არის შინაგანი პროცესი, რომ სადაც არ უნდა იყო, უბრალოდ გჭირდება მონახო ცოტაოდენი სიმშვიდე, ნებისყოფა და უბრალოდ დაიწყო პროცესი და დარჩე საკუთარ თავთან. ეს არის დრო საკუთარ თავთან, არა სოციუმთან, თუმცა არის ასეთი პრაქტიკებიც, სადაც შენ გჭირდება გარშემო ადამიანებთან მეტად კომუნიკაცია, თუნდაც ჯგუფური პრაქტიკები, ჯგუფური რიტუალების სახით და მაქვს მოტივი, რომ გავაკეთო ესეც, თუმცა ეს ცოტა სხვა რაღაცაებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამ მომენტში გესაუბრებით ხანუკას პრაქტიკაზე, რომელიც მე შევასრულე ამ 8 დღის განმავლობაში, რაც მისი ფუნდამენტური იდეა გულისხმობს საკუთარ თავში შინაგანი სინათლის დაბრუნებას და სრულფასოვნად გამოღვიძებას. რატომ არის ეს პერიოდი ყველაზე კარგი? იმიტომ რომ ზუსტად ახლა დღეს, როდესაც მე ამ ვიდეოს ვწერ, არის 21 დეკემბერი, იულის დღესასწაული, ეს უკვე პაგანური პრაქტიკა, პაგანური დღესასწაულია. თუმცა რატომ ვუკავშირებ ახლა ამას ხანუკას? საერთოდ ძალიან მომეწონა თვითონ ეს იდეა, რომ ზუსტად მაშინ დაიწყო და ზუსტად მაშინ დამთავრდებოდა ეს პრაქტიკა, როდესაც იულის დღესასწაული მოვიდოდა და ეს არის პირდაპირ შემზადება ივლისთვის ეს პრაქტიკა, იმიტომ რომ რა ხდება 21 დეკემბერს მზის დაბრუნება, მეგობრებო, როდესაც დღე იწყებს მატებას, როდესაც მზე იწყებს გამოღვიძებას საერთოდ, იმიტომ რომ წინამდებარე პერიოდებში მზე მიძინებული იყო, რა თქმა უნდა, იმ თვალსაზრისით, რომ ასტროლოგიური ტენდენციით თუ შევხედავდით, უფრო ღამე მიმატა და დღე მიკლო, მაგრამ ეხლა შემოვდივართ პირიქით. ეს მხოლოდ ასტროლოგიას არ ეხება, ეს არის ენერგეტიკულადაც ადამიანებში ჩამქრალი იყო ცეცხლი ეს პერიოდი და ეხლა უნდა მოხდეს ცეცხლის თავიდან გამოღვიძება, აქტიურობა, აქამდე იყო სიმშვიდის სტაბილურობის პერიოდი, ნაყოფის აღების პერიოდი, იმიტომ რომ თავისი საქმე უკვე დანარჩენებმა შეასრულეს, ახლა აწი უკვე უნდა თავიდან დავიწყოთ მოქმედება და ესე რომ ვთქვათ, წონასწორობის დაბრუნება სხვადასხვა საქმიანობაში. ზუსტად ამას ემსახურება ეს პრაქტიკა, რომელიც მე შევასრულე ხანუკაზე, შინაგანი სინათლის, შინაგანი მზის დაბრუნება, რომ შენ გაიარო წინამდებარე გავლილი პერიოდის საკითხები ანალიზის თვალსაზრისით და გადახარშო ეს პროცესები, გაცნობიერო, რაც დასატოვებელია წარსულში დატოვო, რაც გასარკვევია გაარკვიო და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა იმ საკითხებს, რაც აღარ გემსახურება და ესე რომ ვთქვათ, ეტაპობრივად ამზადებ საკუთარ თავს იმისათვის, რომ დაიბრუნო ეს მზის ენერგია. ახლა რა ხდება დღეს? ჩემს დღევანდელ პრაქტიკაში იწყება იუპიტას 5 დღიანი პრაქტიკა, ან შეიძლება 7 გავაგრძელო, ვნახოთ. თუმცა წინასწარი აზრით 5 დღიანი პრაქტიკა მაქვს შედგენილი, სადაც უნდა მოხდეს ზუსტად ამ ძალის აღდგენა და დაბრუნება. იმიტომ რომ უკვე განთავისუფლებულია ენერგია ამისთვის და უნდა მოხდეს ახლა შემოკრება. მოდი ესე რომ ვთქვათ, აქამდე თუ იყო გაშვება, ახლა არის შემოკრება. შემოკრება, სადაც უკვე იგეგმება ჩათვალეთ მთელი მომავალი წელი. და ეს კი უნდა მოვახერხო 5 დღეში, იმიტომ რომ თუ გაშვებისთვის საკმარისი იყო აბსოლუტურად 8 დღე და ძალიან კარგად დაგვირგვინდა და ფაქტობრივი ინიცირებით დასრულდა ეს ჩემი პროცესი, ახლა ვიწყებთ იულის პრაქტიკას, როცა უნდა
ავიღოთ ეს მზის ენერგიები და შევითვისოთ ეს სასიცოცხლო ენერგია მაქსიმალურად ჯანსაღად და გემრიელად, როგორც ეს ჩვენ შეგვეფერება ზოგადად. წარმატებებს გისურვებთ, გამიზიარეთ თუ გქონიათ მსგავსი ტიპის გამოცდილებები, თუნდაც კოლეგებმა, თუნდაც ჩვეულებრივმა ადამიანებმა, ვის კოლეგები არ ხართ. დროებით.